მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აგორა პოდკასტში. მოხარებები ვართ რომ გვისმენთ და შემოგვიერთდით. იმედია საინტერესო საუბარი და განხილვა გამოგვივა. ეს ჩვენი მესამე სპეციალია, ზედიზედ უწერთ, ამიტომ ცოტა დაღლილები ვართ, მაგრამ ვცდილობთ რომ ეს ხეობება შევინარჩუნოთ და ალბათ ამ ეპიზოდს როცა იხილავთ, უკვე შემოგვიერთდით დაგეგმილებით ჩვეულებრივი რეჟიმით. შემოქმედებითი სულისკვეთება ადგილზეა და საკმაოდ ესეთი სუყე მასალა გვაქვს ალაპარაკოდ, ზოგადად რადგან ზაფხულია, გაგვიჩნდა კითხვა, ხო? როგორია საქართველოს ზაფხული, რა წარმოგადგენლები გვაქვს, რა ტრადიციები არსებობს და რაც თავარია, ასე შემოვლითი კითხვასავით არის დამატებითი, რა იზიარდათ უცხო ადამიანებს სხვა ქვეყნიდან ჩამოსვლებს ზოგადად საქართველოში და რა აინტერესებთ და რა მოწონთ ყველაზე მეტად. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სანაპიროები ბათუმში, ქობულეთში, ურეკში, საკმაოდ ლამაზი სანაპიროებია, მაგრამ ალბათ ერთი რაც ნაკლოვანება არის ჭუჭყი შავ ზღვაში და ამასთანავე ხალხრალობა, რაც არასასიამოვნოა ალბათ ბევრისათვის, იმიტომ რომ როცა სანაპიროზე ხარ, უფრო რილაქსის პერიოდი გაქვს და არ გინდა რომ ბევრი ხალხი იყოს და შეგაწუხონ. იცი რა ვიტყოდი თან წყევლა არის პატარა ქვეყნისთან, ზედ მადლი არის. ჩვენ განებურებული ვართ რაღაცა ბუნებრივი მრავალფეროვნებით ეკლექტიკით. აი რაც შეეხება შავ ზღვას, ჩემი შავ ზღვა პოპულარული არის ვიდრე ქართული მთა ზაფხულში, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ოჯახებისთვის ან ადამიანებს რომელსაც ყავთ პატარა ბავშვები, მათთვის უფრო პოპულარული ის ადგილი როგორც არის ბაკურიანი, მაგალითად ცემი ან კიდე უფრო მთიანი რეგიონები, რასაც აი გაჯანსაღების რესურსები არის შესაძლებლობა. შედარებით რომ ბიუჯეტური არის, ნაკლები ხალხი არის, დისტანცირებული ხარ ადამიანური ასე ქალაქური ცხოვრებიდან და ნუ ხო, საიდან მივედი აქამდე. შავ ზღვაზე დავსლაპარაკი, განსაკუთრებით მე თქოს რომ დიდ ქალაქებში შედარებით რომელიც დატვირთული არის, მაგალითად ქობულეთი და ბათუმი, თან თუ გავიტანებთ ბათუმის შემთხვევაში პორტის გამო ნამდვილად შავ ზღვა არის მოწოდების სიმაღლეზე, ზოგადად შავ ზღვა არის ტოქსიკური ზღვა, რომელსაც რომელიც საკმაოდ პრობლემატური არის, ასე თუ ისე კონტროლირებადი არის და არ მგონია რომ რაღაცა ამის გარშემო მუშაობა მიმდინარეობს ან კვლევა ან თუნდაც ამის კონტროლი ან ნეგატიური ეფექტი შერბილება, თუმცა ეს არის რაც არის, მაინც ძალიან პოპულარული არის შავ ზღვა, განსაკუთრებით ბათუმი, ქობულეთი, ურეკი, ისეთი რაღაცა მიკროკლიმატებით როგორც არის მაგალითად ჩაკვი, ხო? კიდე შეიძლება ალბათ გრიგოლეთიც ჩაქვის მიდიანი ტერიტორია ალბათ ყველაზე პოპულარულია, იმიტომ რომ რეალურად ის ნაწილი ზღვის ბევრად უფრო სუფთაა ვიდრე სხვა, იმიტომ რომ რაც უფრო პორტს უახლოვდება, მით უფრო ეს განავალი რაც შეიძლება ჩაიყვაროს და ასე შემდეგ აჭუჭყიანებს მაინც სხვას და რეალურად ისეთი ადამიანისთვის როგორც მე ვარ მაგალითად და მთელი ცხოვრება ბათუმში მაქვს გატარებული, არასასიამოვნოა მე პირადად თითქმის არასდროს არ დავდივარ ზღვაზე. ნუ ალბათ გამორჩეულ სანაპიროებში საქართველოს შედის შედარებით რომ მისტიკური ხელშეუხებები ნაპირები, რომლებიც საკმაოდ დაიტვირთა, იმიტომ რომ ხშირად ფოტოებს იღებენ და ახალგაზრდობა რაღაცა დროს ატარებს. შეიძლება ითქვას ციხისძირი არის გამორჩეული მაგხრივ, ეხლა შედარებით ინფრასტრუქტურულად მოეწყო, უფრო ადვილად მისადგომი არის, გაჩნდა რაღაც რესტორნები, სასტუმროც, აი წყლის სისუფთავით და ასე ვთქვათ კომფორტულობით, რომ სანაგორ სანაპიროს ისე სხვა ასპექტების რო განვიხილოთ, ალბათ კვარიათი სარფის ტერიტორიები ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არის. ზღვა საკმაოდ გრილი არის, გამოჯანსაღებელი არის, საკმაოდ სუფთა არის და სანაპიროებიც ნორმალური არის, თუმცა რაც შემოჩნია ამ დროს შემაშფოთებელი ტენდენცია გაჩნდა ეს რაღაცა გიგანტები, ჯუნგლები ბეტონის ასვეძახით, რამაც თავისთავად იერსახე კვარიათს დაამახიჯა, თუმცა ვერაფერს სადაც ფულია იქ რაღაცნაირად ამ მიმართულების წინააღმდეგობა საკმაოდ ჭირს და დეველოპერებს არანაირი კონტროლი ან შეზღუდვან ზედამხედველობა არ გააჩნიათ. მით უმეტეს რომ ლაპარაკობთ ცნობილი ფაქტი არის ბათუმზე, ჩემზე უკვე მოგეხსენება, ამ მდგომარეობაც არის.
პრაქტიკულად урბანული დაგეგმარების მხრივ საკმაოდ გაუგებრობა არის, ქაოსი არის, როგორი მოდის განაშენიანება. იმედი ეს ყველაფერი ყოველსამდე არ მიიყვას ბათუმს, მაგრამ ხედავთ უკვე ხო? ეს პირველადი ეფექტი რაც არის, გადატვირთულობა, არაორგანიზებულობა, ძალიან გაჭირდა შვიდად და წყნარად დასვენება, უამრავი ტურისტია, დემოგრაფიული ცვლილებებიც არის, თუნდაც უამრავი ადამიანი ჩამოვიდა უკრაინის, რუსეთის ომის გათვალისწინებით, ასევე უკრაინიდან, რუსეთიდან, ამ ქვეყნებიდან არალეგალური იმიგრაციის ბათუმში გონი შეიგრძნობა. ხო, მაგრამ ალბათ ბათუმი მაინც top destination-ი არის, იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე დიდი ქალაქი არის შავ ზღვის სანაპიროზე საქართველოს მხარეში. ყველაზე განვითარებული, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მრავალფეროვანი, აქ უფრო მეტი არჩევანია თუნდაც სტუმართ მასპინძლობის მხრივ, გართობის მხრივ და ალბათ ახალგაზრდების საყვარელი ადგილიც არის. სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე არის ღამის ცხოვრება, რა თქმა უნდა, იქ რესტორნები, ბარები და ასე შემდეგ. ამასთანავე, ემიგრანტები და საერთოდ იმიგრაციის პრობლემა არის ბათუმში და ახალ ავტობანს რეალურად მოძრაობის პრობლემები და გამოესწორებინა, მაგრამ უშუალოდ ქალაქში რეალურად არ შეიმჩნევა განტვირთვა. პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ ბევრად უფრო დატვირთულია, ყოველწლიურად კიდევ უფრო იტვირთება. ამასთანავე, თურქეთიდანაც ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები გადმოდიან ხოლმე და ეს ალბათ იმით არის განპირობებული, რომ საერთოდ საქართველოში, რასაც უცხოელებს იწვევენ, საქართველოში ფასები შედარებით უფრო ნაკლებია ვიდრე უცხოეთში. შეგვიძლია ამის თქმა სეზონის განმავლობაში, იმიტომ რომ ხალხი ფრაზა მგონი უკვე პადაღებული სენტიმენტი არის, რომ უცხოეთში უფრო იაფიქნება დასვენება ვიდრე ბათუმში ან თუნდაც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებზე, რადგან ფასები მართლა ასტრონომიულად იზრდება და საკმაოდ უკონტროლო სიტუაციაა. ამჟამად უკონტროლია ნამდვილად სიტუაცია და რაც შეუმჩნია ტენდენციაც ასეთია, რომ უკვე თვითონ ქართველი ხალხი ასეთ განწყობილებას იღებს, რომ სანაპიროზე დასვენების მაგალითად არჩევენ მაღალმთიან რეგიონებში წასვლას ან სოფელში თუნდაც. ან სოფელში. მე პირადად ყოველთვის სოფელში დავდიოდი ბავშვობაში დასასვენებლად ყოველთვის და ალბათ ბუნების და განმარტოვების და ალბათ მდინარეების გამო ხო? სხვა შორის მდინარეში ცურვა ბევრად უფრო სასიამოვნოა და ბევრად უფრო განტვირთვა, იმიტომ რომ ზღვასთან შედარებით მდინარე პირველ რიგში არის სუფთა, ნაკლები ხალხმრავლობა, ამასთანავე ცივია, გრილია და რაღაცნაირი შეგრძნების გამოწვევია. ამასთანავე მდინარეზე არის სუფთა ჰაერი შედარებით და ნაკლები ხალხი. და ნაკლები ხალხი. მთავარი ალბათ ხალხის რაოდენობა. მოდი ბიუჯეტის და პულის თემა რა გავაგზავნოთ, ალბათ უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტი არის ქობულეთი და იქ მიმდებარე ტერიტორიები. და ქობულეთი რაღაც საინტერესო ეგზოტიკური მიქსი არის, ხო? ფიჭვების და მწისვების და ასევე შავი ზღვის რაღაც დამოუკიდებელი კუნძულივით არის. და ის ერთ-ერთი ცნობილი ქუჩა, ხო? თამარ მეფის ქუჩა და რუსთაველის ქუჩა, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ქუჩები ევროპაში. დაახლოებით 12 კილომეტრამდე, ხო? და ამ ცენტრალური ღერძების და არტერიების გარშემო არის მთლიანი ქალაქი მოწყობილი. ერთი რაც აქ ეს ქობულე ძალიან დიდი მინუსი, საკმაოდ კარგად მოწყობილი ბულვარი არის, მრავალფეროვნება არ არის, როგორც მაგალითად ბათუმში და სერვისი არც თუ ისე ხელმისაწვდომია, თუმცა ყველაზე დიდი მინუსი და ტკივილი არის ჩემთვის დიდი ქვები და ლოდები, რომელიც ქობულეთურ გამოცდილებას და ვოიაჟ ალბათ ყველაზე ძაფრ ემოციად და გრძნობად მიყვება. ეს ქვები და ლოდები სანაპიროზე საერთოდ აჭარის სანაპიროზე დამახასიათებელია. თუ გადავინაცვლებთ მაგალითად ურეკში უკვე სანაპიროზე ქვიშაა და რეალურად ბევრისათვის ეს უფრო განსხვავებული ადგილია და ალბათ უფრო როგორ თქვა, მათთვის უფრო ახლოსაა, იმიტომ რომ რეალურად საზღვარგარეთ ხშირად სანაპიროები ქვიშითაა მოწყობილი და არა ქვებით. ხო, ჩემი აზრით ადრე არსებობდა მაგის ხედვა და პროექტი, თუმცა არ განხორციელებულა, ჩემი აზრით კარგი იქნებოდა. იდეაში შავი ზღვა და დასვენების ტიპზე საკმაოდ ვსაუბრეთ. მთის თემაც ამოიწურა, იმიტომ რომ საქართველოში როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში საკმაოდ მთიანი ქვეყანა ვართ, მრავალი კურორტი გვაქვს,
განსაკუთრებით ხელსაყრელი არის ჟამთარში, მაგრამ ზაფხულშიც, განსაკუთრებით როგორც თქვით ოჯახებისთვის და არა მარტო ოჯახებიც, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები გააჩნია საიდან მოდიან, საკმაოდ დაინტერესებულები არიან მთის კურორტებით. იქ დასვენება უფრო იაფი და ბიუჯეტური არის, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მაგალითად ბახმაურ შემთხვევაში, აი საბაზისო ელემენტარული კომფორტიც კი მოკლებულია, რაც სამწუხარო რეალობა და იმედია ქვეყანა რომელიც თავისი ტურიზმით და სტუმართმასპინძლობით იწონებს თავს ამ საქმეს და ამ საქმის მიხედვას და ამ მართლებით გაუმჯობესდება. აი მინდა რომ რამდენიმე ისიც თქო ზოგადად საქართველოს მთაზე რას ახასიათებს და რაღაცნაირად თვისება არის ჩვენი მთების სისტემის და კურორტების, ეს არის რაღაცა ბუნებრივი ხელშეუხებელი ადამიანისთვის აი ბუმბერაზი ბუნება თავისი რაღაცა აღმატებლობის შეგნობით, თავმომწონეობით, რაც თავარია მრავალფეროვნები, როგორც თქვით, ეს ფერების და ლანდშაფტის სიჭრელე და რატომაც არა, ხო? საქართველოში დასვენება არასოდეს არის ცუდი იდეა. შეიძლება საკმაოდ დაგეგმა და ორგანიზება. თუმცა საკმაოდ სასიამოვნო და კარგი გამოცდილება შეიძლება იყოს. ამასთანავე აქ ისიც არის ფაქტორი, რომ საქართველოში რეალურად ჩამოსვლა და ვიზის პრობლემები ნაკლებადაა, ვიდრე სხვა ქვეყნებთან, რაც ხალხს უმარტივებს აქ ჩამოსვლას და უფრო მიბზიდველს ხდის. ამასთანავე იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნების მრავალფეროვნება სხვა ქვეყნებთან შედარებით შეგიძლია ნახო მთები, სანაპიროები და ეს სიცივეც და სითბოც დაბალანსირებულია რეგიონებში ძირითადად. ჩემი აზრით, კარგი გადასვლა გააკეთე უფრო სერიოზულ საკითხს, რომელიც ჩვენი მეორე თემა იყო სინამდვილეში, რა იზიდო თუ უცხოელებს, უცხო ადამიანებს საქართველოში ჩამოვიდნენ, რაღაც პერიოდი გაატარონ, დასახლდნენ თუნდაც ან ლეგალურად დასახლდნენ, ოჯახი შექმნან. ალბათ რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფდი მე, აი მაგ მხრივ ალბათ ხო როგორც თქვი კომბინაცია და მიქსი არის. კლიმატით დავიწყებთ, საკმაოდ დაბალანსებული კლიმატია, 4 სეზონი გამოკვეთილი არის საქართველოში, რაც თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნებს, შედარებით საკმაოდ კონკურენტუნარიანი უპირატესობა არის. გარდა ამისა, უკვე ვახსენეთ რამდენჯერმე მგონი წინა ეპიზოდებში ეხაც ითქვა, რომ საკმაოდ ადმინისტრაციული ესე ბიუროკრატია, შეზღუდვები რბილი და მინიმალური შედარებით სხვა ქვეყნებთან, ანუ მარტივია ქვეყანაში შემოსვლა, ლეგალურად დარჩენა, შენი საქმის კეთება. რაც თავარია ჩემი აზრით, აი პრაგმატულად და რაციონალურ დონეზე რო გავაანალიზოთ, საკმაოდ აი როგორ ვთქვათ, ეს ხელმისაწვდომი არის და ხელსაყრელი არის საქადასახადო რეჟიმი და პირობები, მინიმალური არის, მოდი ვთქვათ, არანაირ დაწყობა და არანაირ სირთულე არ ექნება უცხოეთიდან ჩამოსულ ადამიანს, რომელიც აქ მუშაობს, დასაქმებულია და ანაზღაურებაზეა სხვა ვალუტაში, საქართველოში კომფორტულად და კარგად იცხოვროს იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოსთვის ძალიან ცოტა თანხის და ფულის გადახდა მოუწევს გადასახადების სახით. ხო, კიდე უკვე მრავალფეროვნებაზე, კურორტებზე ვისაუბრეთ, ბუნებაზე ვისაუბრეთ. ხალხიც ხო? საკმაოდ სტუმართმასპინძელი და კეთილგანწყობილი ხალხი ვართ, ჩვენი კულტურით, ჩვენი ასე ვთქვათ, ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოთი, რაც ქვეყანას უფრო რაღაცნაირად აი ამთლიანებს, აფსევს, ბევრად უსაფრთხოა საქართველო, თან განვითარებული ქვეყანა, უამრავი შესაძლებლობა არის, განსხვავებული ადამიანები არის იმის გათვალისწინებით და გეოგრაფიული მდებარეობა უნიკალურია ხო ქვეყანას. აღმოსავლეთ და დასავლეთ შორის არის კარიბჭე ამ ორ ცივილიზაციას შორის და ხო, უამრავ ასე ვთქვათ გზას და არხსნის, რომ საკუთარი საქმე აკეთო, თავის რეალიზება მოახდინო, წარმატებასაც მიაღწიო სხვა სფეროებში. ხო, კიდე რა შეიძლება ვთქვას? მანდ სამზარეულოც ახსენე, ქართული სამზარეულო და უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, საერთოდ ქართული კულინარია უნიკალურია, გამორჩეულია და ჩვენი კერძები საკმაოდ გემრიელი და მრავალფეროვანია.
ამასთანავე იყო საუბარი რაც ახსენე შენ არის განვითარებადი ქვეყანა. ალბათ ინვესტიციები და დაწყებული საქმეები უცხოელებისთვის მარტივია, იმიტომ რომ რეალურად ნაკლები გადასახადებია და ამასთანავე ეს მეწარმეული აქტიური ხელშეწყობილი არის ხო ხელშეწყობილია და ჩვენ ქვეყანას ცდილობს რომ უცხოელი მწარმოებლები მოიზიდოს. რაც რა თქმა უნდა არა მარტო საერთოდ ქვეყნის ბიუჯეტისთვის იქნება კარგი, არამედ უბრალოდ კომფორტისათვის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეფექტივითაა პირამიდას სავით ეწყობა და შემდეგ ბოლოს ხალხის benefit-ისთვის. ასეთი მაღალანაზღაურებადი მაღალკვალიფიკაციური ადამიანები შემოდინება ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ცხოვრების დონეს დახარეს წევს, იმიტომ რომ მათ შემოგდ ინოვაციური ტექნოლოგიები, თავის გამოცდილება, თავის ცოდნა, ექსპერტიზა კონკრეტული მიმართულებით, რაც თავისთავად ჩვენ უფრო კონკურენტულადს ხვდის და გლობალურად საერთაშორისო დონეზე ჩვენი თავის გამოკვესა და პოზიციონირება და ჩვენი ნიშის პოვნა ბევრად მარტივი ხდება, ხო? რადგანაც არ გვინდა რომ ეს საუბარი ძალიან გაგვირსავდეს და გაგვეწელოს და ვფიქრობ რომ თემაც მეტნაკლებად ამოვწურეთ, ჯობს რომ დასასრულისკენ წავიდეთ. თან ვცდილობთ რომ სპეციალი იყოს სტანდარტული ეპიზოდის დაახლოებით 9 ან შედარებით რო პატარა. მოსულობაში და ზომაში. სანამ დავასრულებთ, გეტყვით და შეახსენებთ, რომ აღწერაში შეგიძლიათ ჩვენი Linktree ნახოთ, სადაც გადახვალთ სხვადასხვა პლატფორმებზე, შეგიძლიათ გვინახულოთ, ეს გამოგვიწეროთ ან დაგვაფოლოვოთ და გთხოვთ. გაცდავარია, სანამ რამეს ითხოვ, დაგვიტოვოთ კომენტარები და შემოგთავაზოთ რა შეგვიძლია გავამჯობესოთ და უკვე გამოგვივიდეს. სწორედ ამის თქვა მინდა და მეც. და არ დაგავიწყეთ, რომ გადავაზიაროთ ეს ყველაფერი თქვენს მეგობრებს, ვისაც თქვენი აზრით დაინტერესებთ და მათთვის სასარგებლო იქნება ჩვენი კონტენტი. ძალიან დავაბასებთ თუ ამას გააკეთებთ ამ კეთილ საქმეს. აქვე გვინდა რომ მადლობა გადავუხადოთ კიდევ ერთხელ ტრადიციულად Webster-ის უნივერსიტეტს. რადგანაც ისინი გვიქმნიან კომფორტს და გვაწვდიან ტექნოლოგიას, რათა ეს ყველაფერი ამ ყველაფრის რეალიზება მოახდინოთ, ჩავწეროთ ეპიზოდები და გადმოგცეთ თქვენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მინდა აღნიშნო მადლიერება. მადლობა გადავუხადოთ Webster-ის უნივერსიტეტს ამ ხელშეწყობისთვის და მხარდაჭერისთვის. დღეს რო ჩვენ გვისმენთ და ჩვენ აქ ვართ და როგორც ლუკამ თქვა შეგვიძლია ამ ყველაფერს მოწონა თქვენამდე, მათ ლომის წვლილი მიუძღვით. ჩვენი დიალოგი აქ მთავრდება, მაგრამ აზრები, კითხვები და კამათი გრძელდება, როგორც ყველაზე ადამიანური აქტივობა. აგორ არ რჩება და იქნება გახსნილი ყველასთვის და ნებისმიერ დროს. ტრადიციულად. დროებით შემდეგ ეპიზოდამდე გემშვიდობებით. შეხვედრამდე.